საქართველოს პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტი კონტროლის პალატის უფლებების და ყადაღის პროცედურების დაზუსტებას ითვალისწინებს. გადაიხედება პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირის ცნებაც. ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის და მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივების გათვალისწინებით შემუშავდა. კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე ხუთშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმშელებენ. პარასხევსკი კანონს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა იქნება გათვალისწინებული, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის ზოგადი ხედვა, რომელიც ითვალისწინებს პარტიების გამჭვირვალობაზე საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას, ბუნებრივია არ გადაიხედება და რჩება უცვლელი. ცვლილებები შეეხება მთელ რიგ მუხლებს, კერძოდ კონკრეტდება კონტროლის პალატის უფლებამოსილებები, კონკრეტდება ყადაღის პროცედურები, ახლებურად განისაზღვრება და გადაიხედება დაკავშირებული პირის ცნება. კანონში ძალიან კონკრეტული რეგულაციები ჩაიდო, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხოლოდ ის პოლიტიკური, მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაექვემდებარებიან შემოწმებას, რომელიც თანხებს ხარჯავენ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო პოლიტიკური სიმპათიები მხოლოდ აღარ იქნება შემოწმების და კონტროლის საბაბი და ამ შემთხვევაში მიზეზი. ეს ამ შემთხვევაში ნამდვილად არასამთავრობო სექტორს გაათავისუფლებს ძალიან სერიოზული პრობლემებისაგან და მათი ასე ვთქვათ მუშაობის შეფერხება არ მოხდება. რაც მე მიმაჩნია, რომ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენა არის.